მოგესალმებით ციფროს ტელემაყურებლებო, გადაცემა ეკონომიკურ დაიჯესტში, მე მისი წამყვანი ვებხია გიორგი ვარ. ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ამერიკელმცოდნე გიორგი ლაბაძე, მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა თქვენით დღეისთვის, მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ, მოგესალმებით. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, ეს გახლავთ რა განაპირობებს ამერიკის მდგრადობას, ამ მიმართულებით ვისაუბრებთ. დავიწყოთ გადაცემა და პირველი შეკითხვით, გადმოვალ შემდეგ შეკითხვით, ეს გახლავთ მსოფლიოს ცვლის საერთოდ პოლიტიკური იდეოლოგიები, რომელსაც შემდეგ ეკონომიკური იდეოლოგიები მოყვება. ძალიან ბევრი მოსაზრება არის ამასთან დაკავშირებით, თუ დავაკვირდებთ რაღაცა დროში ერთ მწკივზე დალაგებული რაღაც იდეოლოგიებია, რომელიც დროში იცვლება რაღაც ციკლური ვარიანტით, შესაძლებელია ესეთაც უწოდოთ მათ. ახლა პირველი დავუშვათ ჩვენი გახსნით შესავალი რომ გავაკეთოთ იდეოლოგიებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოქალაქე საინტერესებს ძირითადი იდეოლოგია თორემ წარმოებული იდეოლოგიები ძალიან ბევრია ეს გადაცემა არ მეგობრებო კონფერენცია გვჭირდება რა თქმა უნდა ძირითადი იდეოლოგიებზე რომ თქვათ რას მოიცავს და შესაბამისად შემდეგ ჩავშალოთ როგორც მემარცხენე ასე მემარჯვენე ნაწილები. დიახ, რა თქმა უნდა, საერთოდ იდეოლოგიები რომ გაცხადდეს და ჩამოყალიბდეს, შეიძლება ინტელექტუალური ბაზა, ხო? და ეს ინტელექტუალური ბაზები რეალურად ჩვენს დროში არის დასავლეთში, ხო? შესაბამისად, როცა გავამარტავთ იდეოლოგიებს, ძირითადად გვიწევს დავესესხოთ დასავლეთში არსებულ ინტელექტუალურ ბაზას და იქ მოქმედ უშუალოდ პრაქტიკაში განხორციელებულ იდეოლოგიებს, ხო? რამდენადაც ეს ინტელექტუალური ბაზა იქ გახლავთ, ძირითადი იდეოლოგიებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რო ავიღოთ იგივე, თავისთავად არის ესე იგი ყოველთვის კარგად ცნობილი ლიბერალური იდეოლოგია, სოციალისტური იდეოლოგია და კონსერვატიული. კონსერვატიული იდეოლოგია საერთოდ უფრო ფართოდ რო გავმარტოთ, ჩვენს შემთხვევაში უფრო სხვა მიმართულებით მოქმედებს და სხვადასხვა ძალების მხრიდან არის გარკვეულ იდეებზე სწორება, რომ ეს არის კონსერვატიული. სინამდვილეში მისი დატვირთვა აბსოლუტურად განსხვავებულია და ჩვენ როცა გავმარტავთ კონსერვატიულს, აუცილებელია დავესესხოთ სწორედ აი ამ ინტელექტუალურ ბაზებს, რაც დასავლეთშია და რაზეც დასაწყისში მქონდა საუბარი. ასევე მე-20 საუკუნეში ძალიან სერიოზული გარდაქმნები მოხდა ამ იდეების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ზოგადად და ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი გარდაქმნა იყო ერთგვარი დიფუზია ლიბერალიზმისა სოციალიზმში. თუ ესე პირიქით შეიძლება ითქვას ეს, რამდენადაც იქიდან გავაბნე რომ დასავლური სახელმწიფოების მთავრობებს სჭირდებოდათ რომ მაგალითად ახალი კურსის დროს ამერიკაში 30-იან წლებში და შემდგომში 60-იან წლებში დიდი საზოგადოების ესე იგი ჩამოყალიბების დროს და ამ კურსების გაცხადების დროს სჭირდებოდათ მათ გარკვეული სოციალური პოლიტიკის დამატება იმ ეკონომიკურ ხედვაზე ლაზერზე არის კი ესე იგი რაც ჰქონდათ მანამდე ამერიკას მე-20 საუკუნის მიჯნაზე, მე-19 მიჯნაზე, მათ დასჭირდათ სოციალისტური შეხედულებების, როგორიცაც მაგალითად შრომითი უფლებები, ხო, სოციალური დაცვა, ჯანდაცვას დაფინანსება და ასე შემდეგ. საარსებო მინიმუმი. დიახ, ხელფასი და სხვა. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ ყოველივე ეს არ ყოფილიყო აქმული როგორც სოციალისტური, რამდენადაც ჩვენ მოგვიხსენება რომ ბოლშევიკური რუსეთის პირობებში ძალიან მარგინალიზებული იყო კომუნისტური იდეოლოგია, ხო? და სოციალიზმით შესაბამისად ძალიან მარგინალიზებული იყო. თავებს და იდეოლოგებს მაშინდელს ინტელექტუალებს მოუწიათ რომ ეს გაეგივებინათ ლიბერალიზმთან. რამდენადაც პრინციპში ლიბერალურია ხედვა იმ შესახებ რომ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ უკეთ და თქვათ უკეთესი საარსებო გარემო ჰქონდეთ, ხო? თუმცა ეს უპირისპირდება თავისუფლ ბიზნესის თავისუფლების მომენტებს, რაც ასევე სხვა კუთხიდან შესახედი ლიბერალიზმი არის, ხო, ერთის მხრივ. აქედან გამომდინარე, აი ეს დიფუზია მოხდა და ლიბერალიზმში მოხდა სოციალისტური ელემენტების შერევა. თუმცა დღემდე ამ იდეებმა მოაღწია ლიბერალიზმის სახელით. ანუ მე მაინც გონია რომ ეს არასწორია, რამდენადაც მემარცხენე იდეოლოგიების ასეთი შერევა ცალკეულ ლიბერალიზმში არ ტოვებს ლიბერალიზმს ლიბერალიზმად, ჩემი აზრით
და მას ძალიან ბევრი სოციალისტური ელემენტის შერევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ გარდაქმნის კიდეც გარკვეულ მემარცხენე ტიპის იდეოლოგიად. ეს კარგად დაინახეს მე-20 საუკუნის მოაზროვნეებმა, როგორც იყო მაგალითად ფრიდრიხ ჰაიეკი და მათ მიიჩნიეს, რომ ეს ასეა, ერევა ეს ორი იდეოლოგია ერთმანეთს და იმის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიტოვოთ ის იდეოლოგია, რაც არის ნამდვილი ლიბერალიზმი, კლასიკური გაგებით, შემოვიტანა ახალი ტერმინი და ლიბერტარიანიზმი არის იმის შემდგომ აი ისეთი ეკონომიკური მოდელი, როგორც ამერიკელებს მათ მე-19 საუკუნის მიჯნაზე, ხო? ამ რობერტ ბარონების ერთგვარი როკფელერის და სხვა დიდი ბიზნესმენების ესე იგი ზეობის, ასე ვთქვათ, პერიოდში. ასე ჩამოყალიბდა ეს ორი მიმდინარეობა ძირითადად. თუმცა, დღემდე ლიბერალიზმი მოღწეულია აი სოციალისტური ელემენტებით სწორედ. მე ვისაც ვიცნობ ჩვენთან საქართველოში რომლებიც ამბობენ რომ მემარცხენეები არიან, ხო? ისინი კითხულიან, რომ ლიბერალიზმი თქვენ რომ ეძახით, ეს არ არის ლიბერალიზმი და მოიცავს სოციალიზმის ელემენტებს. ანუ იბრალებენ, ასე ვთქვათ, ლიბერალიზმის სასახელებასო. და მე მათ ვეთანხმები პრინციპში. მეორე მხრივ არსებობს კონსერვატიზმი, რომელიც პრინციპში ესეთი ჩვენთან სამწუხაროდ მარგინალიზებულია და ამას აქვს გარკვეული ახსნა, იმიტომ რომ ზოგიერთი ჯგუფები იბრალებენ არიან კონსერვატორები, თუმცა სადაც კონსერვატიზმს იმიტომ არის შედარებით რთული გასაგები იდეოლოგია კონსერვატიზმი, რომ მას არ აქვს ისეთი ჩამოყალიბებული დოქტრინა, როგორც ვთქვათ სოციალიზმს, რომელიც დაწერილია ერთხელ რა თქმა უნდა, განვითარებები ჰქონდა, მაგრამ მაინც ეფუძნება მარქსს და ენგელსს, ხო? რაც შეეხება კონსერვატიზმს, აი ეს ეფუძნება მაგალითად ედმუნდ ბერგს, ასეთი მოაზროვნე, რომელიც აკრიტიკებდა საფრანგეთის რევოლუციას და აკრიტიკებდა რევოლუციის სისასტიკეს და ცვლილებების ესეთ გაუაზრებლობას და ცვლილებების სისწრაფეს, რაც ფრანგულ რევოლუციაში მოხდა. და დღევანდელ ინტელექტუალებში ედმუნდ ბერგი ამიტომაც მიიჩნევა როგორც ერთგვარად თანამედროვე კონსერვატიზმის მამად. მაგრამ კონსერვატიზმს მაინც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ესე იგი შეხედულებების ცვლილება მოუწია, იმიტომ რომ რეაქციის ნაყოფი იყო ხოლმე კონსერვატიზმის სამწუხაროდ სამწუხაროდ ეს ბუნებრივი მომენტია, რადგანაც იგი დამოკიდებულია იმ ცვლილებებზე თუ რაც ხდება საზოგადოებაში. ასე მაგალითად სულ სხვა მომენტები იყო, თქო, კონსერვატიული, თქო, იგივე დასავლეთში რო ავიღოთ, იგივე ფრანგულ რევოლუციაში მეტერნიხის კონსერვატიზმი, თქო, სულ სხვა იყო, რომელიც ემხრობოდა, თქო, მაშინდელი ესე იგი ზედაფენის, ასე ვთქვათ, არისტოკრატიის პრივილეგიების დარჩენას და აღდგენას, ხოლო დღეს დასავლეთ კონსერვატიზმი არის სულ სხვა, ამერიკული კონსერვატიზმი არის აბსოლუტურად სხვა. ну ამაზე როგორია დღევანდელი ამერიკული კონსერვატიზმის სხვათა შორის რაც უნდა უცნაური იყოს ეს ერთგვარად ჩასულია ქვედა ფენებზე ანუ ხალხთან ცდილობს უფრო ახლოს ყოფნას განსხვავებით თანამედროვე ლიბერალიზმისგან რომ ახსენეთ წეგან სოციალისტური ელემენტების ლიბერალიზმისგან რომლებიც პრინციპში წარმოადგენენ დღეს როგორც პოლიტიკურ ასე ფინანსურ და ასევე ინტელექტუალურ ელიტებს. ხოლო კონსერვატიული იდეოლოგია დღეს ჩასული არის ქვედა ფენებში და ცდილობს გამოარკვიოს ჩვეულებრივი ამერიკელების, ამერიკის შემთხვევაში ჩვეულებრივი ამერიკელების პრობლემები და იზომოს მათ გადაწყვეტაზე. სხვა შორის ერთ-ერთი ამერიკელი ავტორი ჰენრი 올სენი მან დაწერა ესე იგი რეიგანის შესახებ ნაშრომი და რეიგანს მოიხსენიებს როგორც არა ისეთი ტიპის პოლიტიკოსად, როგორც მაგალითად ლიბერტარიანები წარმოგვიდგენენ ხოლმე, რომ ანარქო ლიბერალური ეკონომიკური ხედვის, არამედ ასევე დაახლოებულს აი ლურჯ საყელოიანებს რომ ეძახიან, ხო, ანუ მანუფაქტურის მუშები და ასე შემდეგ, ხო, ანუ ჩვეულებრივ ამერიკელებთან დაახლოებულს და იგი ამას სხვა შორის ძალიან პოზიტიურ ნაწილად განიხილავს, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა არის ერთ-ერთი ინტელექტუალი არის ვიქტორ დეივის ჰენსონი, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი ესეთი ჩამოყალიბა ამ ინტელექტუალმა ფორმულირება, აი ტრაილერის როლების და მოლარეების ტესტი.
რაც გულისხმობს იმას, რომ თუ პოლიტიკოსმა გაიარა ეს ტესტი, ანუ აი ამ ხალხის კმაყოფილება თუ დაიმსახურა, იმიტომ რომ ბევრი არიან ესეთი ამ პროფესიის ადამიანები, კი, მასაში. თუ ეს ანუ გაიარა და ეს ტესტი ჩააბარა ბჭყალებში, ხო? მას პოლიტიკური წარმატების დიდი შანსი აქვს. სწორედ ეს იყო, ანუ რეიგანის ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ცდილობდა ჩვეულებრივ ხალხში და არა მაინც და მაინც ფინანსურ ან ინტელექტუალურ ელიტებზე პოზიტიური კი ბატონო. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ტრამპთან დაკავშირებით, სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ მან სწორედ იგივე მიმართულებები გამოიყენა, რაც რეიგანის შემდეგ პრინციპში იშვიათად იყო ხოლმე. ფაქტურად გაამართლა. კი ბატონო, რომ ამა გაუმართლა შემდგომში არჩევნებში და რეიგანის ტრამპს იმიტომაც მოიხსენებენ ხოლმე როგორც რეიგანის რეინკარნაციად, რომ აი ეს მომენტები გამოიყენა კარგად და პრინციპში ეს არის ის მომენტები, რაც ერთგვარად მოიცავს ხალხთან უფრო დაახლოებას და უფრო მასასთან პოპულიზმის ელემენტებსაც მოიცავს პრინციპში შეიძლება ითქვას, თუმცა რეიგანს დღევანდელი ვულგარული გაგებით პოპულიზმს მაინც ვერ დავარქმევთ, მაგრამ იგი ხალხთან დაახლოებას ნამდვილად ძალიან ცდილობდა და ცდილობდა რომ მოკლედ აი ამ ეს ტესტის წარმატებით გაევლო, რადგან წეგან მქონდა საუბარი. ამიტომ თანამედროვე კონსერვატიზმი ცდილობს ამას, რომ დაუახლოვდეს ხალხს. და სხვა შორის აკრიტიკებს ძალიან მედიას, ხო? ანუ ჩვენ აგადვისდეს მედიასთან დაკავშირებული კრიტიკა, fake news-ის იარლიყები და რეიგანიცლი აკრიტიკებს, წარმოვიდგინეთ 64 წელს მოხდა ეს, როდესაც ბერი გოლდუტერის საარჩევნო კამპანიაში იყო რეიგანი ჩართული. იგი უპირისპირდებოდა მაშინდელი დემოკრატების კანდიდატს ასე იგი ჯონსონს, რომლის წინააღმდეგაც რეიგანი ამბობდა, რომ მცირედ ინტელექტუალურ ელიტებს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცხოვრება მართონ. ანუ უკვე რეიგანს ჰქონდა ეს შეხედულება, რომ არიან ინტელექტუალები, რომლებიც და არიან ელიტები, რომლებიც ცდილობენ ჩვეულებრივ ხალხზე დიდი გავლენის მოხდენას, ხო? იგივე ხდება თითქოს დღეს მემარჯვენე ანუ კონსერვატულ მოძრაობებში. მეორდება რაღაც ციკლური თავიდან როგორც დავიწყეთ. სხვათა შორის ძალიან ესეთი პროცესია, ძალიან შორსწავლოს ეხლა საუბარი, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება რომ აი ნამდვილად კონსერვატიული პარტიები ან რესპუბლიკური პარტია უფრო მეტად მიდის ანუ ჩვეულებრივ ხალხთან და უფრო დაბალი შემოსავლების ამერიკელებთან ვიდრე დემოკრატიული პარტია და ეს ერთგვარი შემოbrunება არის, იმიტომ რომ საუკუნის წინ აბსოლუტურად პირიქით იყო რესპუბლიკური პარტია იყო დემოკრატიულ-ლიბერალური პარტია. ხო, დემოკრატების პარტია ამერიკას გულის ხმაში. სრულად განსხვავებული მოდელი იყო ერთი საუკუნის წინ, მაგალითად, როდესაც რესპუბლიკური პარტია იყო აბსოლუტურად ზე მდიდარი ადამიანების პარტია, ხოლო დღეს იგი უფრო და უფრო ქვედა-ფენებისკენ მიიწევს. აი ესეთი არის დღევანდელი კონსერვატიზმის პრაქტიკული მოცემულობა, თუმცა მასაც ძალიან ბევრი სხვა თეორიული გადაწყვეტილება აქვს. რა თქმა უნდა, გითხრათ. ახლა საქართველოში გაგება თვითონ კონსერვატიზმი ცოტა როგორც ახსენეთ, განსხვავებულია. კი და ვისურვებდი რომ რაღაც ეს მომენტი ეს პრინციპში როგორც აღნიშნე ინტელექტუალების ისიც არის, რა ქვია, ვალიც ერთგვარად, რომ მათ შექმნან ეს ბაზისი, წინამორბედი შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ იდეების შეკრება თუ არ მოხდა, ხო, ფიზიკურად ვერ წარმოდგება იდეოლოგია საბოლოო ჯამში და ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ეს ხედვა. ეს პრობლემა და სიწირე რომ დავინახეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ძმების გამოძახილია და რა თქმა უნდა თქვენ იზნებავთ გავაგრძელოთ. რაც შეეხება თვითონ ისო დავასრულო აზრი, გაგება ძალიან სხვაგვარია მოქალაქეებსაც გონია რომ კონსერვატიზმი ეს გახლავთ მემარცხენე, დაუშვათ პირიქით მემარჯვენე მიმართულების არის და ის სოციალიზმს ფაქტიურად უარყოფს, ხო? რა თქმა უნდა. ამიტომ სწორედ ამას გულისხმობ ხოლმე, როცა საუბრობ რომ კონსერვატიზმი ცოცხალი ორგანიზმია და ერგება იმ ეპოქას, რა ეპოქაშიც გვიწევს ცხოვრება. ან მაგალითად საქართველოში იმიტომ არის რთული გაგება კონსერვატიზმის, რომ ჩვენ რა უნდა დავაკონსერვოთ, ანუ რა უნდა შევინახოთ, ხო? და რაში უნდა დავბრუნდეთ. ზოგს გონია რომ უნდა დავბრუნდეთ საბჭოთა კავშირში, ხო? რომელიც სამწუხაროდ საქართველოს ისტორიული წარსული არის და ეს არის აქ არის თითქოს დასაბრუნებელი, ხო? ამიტომ არის რთული ჩვენთან კონსერვატიზმის იდეოლოგიის გატანა
რომ ასე ასოცირდება. სინამდვილეში კონსერვატიზმი საერთოდ აბსოლუტურად სხვაგან განვითარდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო, იმიტომ რომ შეუძლებელი საბჭოთა კავშირის იდეოლოგიები არ შეიძლება ხო მარქსიზმის გარდა აქედან გამომდინარე ამის ასოცირება კომუნიზმთან არის კატასტროფა და რომ ავიღოთ როგორც ღირებულებითი ასევე ეკონომიკური საკითხები ასევე წარმოუდგენელია გაიგივება კონსერვატიზმის კომუნისტთან, იმიტომ რომ კომუნიზმი ეს გახლავთ ფაქტობრივად სხვა ყველაფერს თავიდანვე რელიგიის აბსოლუტური აკრძალვა და აბსოლუტური ათეიზმი, რაც კონსერვატიზმში ვლინდება დღესდღეობით საკმაოდ ისეთ ფუნდამენტურ მიდრეკილებით ქრისტიანობისადმი, ხო? ანუ ქრისტიანული რელიგიისადმი შეთორწეში ასე კომუნიზმი ფაქტობრივად სოციალიზმიც არ იყო. კი ბატონო. რაღაც უფრო რაც შეეხება ეკონომიკას, კონსერვატიზმი ძალიან დიდწილად ხასიათდება თავისუფალი ბაზრის მიმართ მიდრეკილებით, მაგალითად ეხლა რა ვთქვათ როჯერ სკრუტონი, რომელიც ბრიტანელი ფილოსოფოსი გახლდათ და სამწუხაროდ გარდაიცვალა 1-2 წლის წინ. იგი დონალდ ტრამპს აკრიტიკებდა რის გამო? პროტექციონისტი არისო. წარმოიდგინეთ, ანუ და როჯერ სკრუტონი დღეს ითვლება კონსერვატიზმის თანამედროვეობაში ერთ-ერთ განმარტებლად. ანუ ძალიან ბევრი სტატია, ნაშრომი გამოქვეყნდა იმისთან დაკავშირებით, რომ სკრუტონი რომ აღარ იქნება, რა ეშველება კონსერვატიზმს, ხო? აქედან გამომდინარე, როცა იქ ადამიანი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ კონკრეტულად პროტექციონიზმიდან გამომდინარე ტრამპის კონსერვატიზმს, ხო? ეს უკვე ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ის არის თავისუფალი ბაზრის მომხრე აბსოლუტურად. თუმცა როჯერ სკრუტონის ეს ხედვა მე მაინც გონია, რომ გარკვეულ სხვანაირად დანახვასაც მე მაინც ვარ საჭირო ის იმდენადაც ტრამპის ეს მიდგომა ფიქრობ რომ აბსოლუტური გეოპოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარეობდა და არა იქიდან რომ თქვა ამ იდეოლოგიას მიყვეთ და ამ იდეოლოგიას არ მოგწონდეს და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ტრამპა ვერ განავითარა თავისი იდეა ვერ თეორიულად ვერ გავიგეთ მაინც საბოლოოდ ალბათ უფრო 8 წელზე ქონდა ანუ მომდევნო ეტაპზე ქონდა გათვლილი შემდეგ რაც მოხდა მაგას დაკავშირებითაც ვისაუბრებთ. ხო, ეხლა რაც შეეხება უბრალოდ სოციალიზმ და წინა გავლილი ეპოქა 70 წელი და უშუალოდ ეს უბრალოდ SSRS ფაქტიურად ჩვენთან ისტორიაც აი როგორც ახსენეთ ამისი მეცნიერული ნაშრომებიც ფაქტიურად არ არის იმის იქეთ აღარ არის და მე რომ ვიყო შესაბამის ალბათ ამ თქვენს და შესაბამისად სხვაებიც ალბათ დაიწყებდნენ იმას რომ საქართველოს შეუქმნიდნენ ისტორიას და შემდეგ პოლიტიკური ნაწილში განიხილავდნენ თუ როგორ ცხოვრობდა საერთოდ მანამდე ხო ეს თუნდაც დავით ამოშენებლის პერიოდი შემდეგ იმის უკანაც ხო რა თქმა უნდა ჩვენ მაშინ ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილიც ჰქონდა და შესაბამისად ვიცოდით სად ვიყავით და შესაბამისად ამის თანწყობა და ეს ადგილი გვეპოვა შესაბამის პოლიტიკასაც ვახორციელებდით ხო მე ვფიქრობ კონსერვატიულს ამ შემთხვევაში და ნუ ეხლა იქ შესაძლებელია ნაზავიც იყოს ერთი მიმართულებით რა თქმა უნდა როგორც ტრამპი ამ შემთხვევაში პროტექციონისტად იმაშობდა ეშველიებდა ერთი მიმართულებით არ იკავებდა და უბრალოდ არის ხვდავდა თავს რაც შეეხება ჩემს მეორე შეკითხვას ფაქტიურად მე მინდა თქვენ დისერტაციასთან დაკავშირებით შეგეკითხოთ რომელიც ძალიან საინტერესო არის და ძალიან გამიხარდა რომ ამ მიმართულებით კვლევებს აკეთებდა აგრძელებდა დოქტორანტურაში და ეხლა ამ მიმართულებით და სხვა ბევრი მიმართულებით აპირებთ გაშლაც ну ხარზე მორგებული მართლობა თქვენ ახსენით იქ საარჩევნო სისტემის ანალიზით რაც ფაქტიურად სწორი იყო ჩემი დანახვითადაც ძალიან სწორად მიაგენით ამ ძაბს ასე შემდეგ და ამას უკვე მიყვებით. ну ამასთან დაკავშირებით ფაქტიურად რომ ვისაუბროთ ეს ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა რა შექმნეს ესეთი ფაქტიურად რომ 250 წელი გამოდის ხო უკვე ფაქტიურად 250 წელი ურყევია და ეს არის შეკრული სისტემა რომელსაც როგორი მართველიც ან ვინაც შეიძლება გაიპაროს აკვეყაროს მაინც ვერაფერს ვერ უზამს ასე დაკავშირებით ვეთლეთ ფოტოშორის ეგ მომენტი არ ყოფილა ესე არ ჩამოვარდა მათიდან ეგ კონსტიტუცია რა პირველი კონსტიტუცია რომელიც პრინციპში რესპუბლიკის დასაბამი იყო დამოუკიდებლობის დეკლარაციამ მისცა კოლონიებს თავისუფლება და
დამოუკიდებლობისთვის ომმა დააღწევინა თავი თქვათ ამერიკელებს ბრიტანული უღელისგან, თუმცა სახელმწიფოს ფორმა, ანუ ჯერჯერობით არ იყო კონსტიტუციამდე. როგორ აგრძელებდნენ შტატების ცხოვრებას, ხო, ანუ ხოლმე ჩამოყალიბებინა ვიღაცას. რა ურთიერთობა ქონდათ ამ შტატებს ერთმანეთში, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ამ შტატების საზღვრებით საკმაოდ შეარსებობდა და გარკვეული სახესხვაობებიც ჰქონდა ამ შტატებს. მათ შორის მოსახლეობის რაოდენობას, ის კულტურულ და ეთნიკურ მოცემულობას, შტატების სიდიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ამ ყველაფრის შეკრება და ახალი ისეთი მოცემულობის და კონსტიტუციის შექმნა, რაც ხელს შეუწყობდა მეტნაკლებად ესეთ წყნარ განვითარებას შეერთებულ შტატებისას. ეს რომ მოხდარიყო, ჯერ გაიარა, ესე იგი, ამ შტატებმა კონფედერაციის მუხლები, ესეთი კონსტიტუციის მსგავსი მოწესრიგება ჰქონდათ, რაც კონფედერაციის მუხლებში არ ეწერა თავრობის, როგორც აღმასრულებელი, ესე იგი, შტოს ფუნქციები. ანუ იქ იყო წარმომადგენლობითი ორგანო და ასევე სასამართლო ხელისუფლებაც კი იყო გამოყოფილი. შემდგომში ეს არაეფექტურობა, რაც ასე ვთქვათ, მოიტანა ამ კონფედერაციის მუხლებმა, იმიტომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ აქვს, სასამართლო ხელისუფლება არ აქვს. იქ ვაჭრობის რეგულირება ჭირდა იქ ერთმანეთში, რომ თვითი გაატარებათ გადასახადი უნდა ეხარათ ამ შტატებს და ხო, ანუ ჰქონდათ და ერთ სიტყვით გაართულა ძალიან. გადასახადის აკრებაც კი ჭირდა. ვაშინგტონი ამბობდა ხოლმე, რომ ამ შტატებიდან ომში გადასახადს ვერ უკრიბაო, რომ ომში მონაწილეობა მივიღო რა. ხო და ეს არაეფექტურობას დაინახეს. ხო, ვაშინგტონთან მუშაობდა ალექსანდრე ჰამილტონი ომის დროს. მისი ფინანსური ის იყო, რა ქვია. კი და ხო შეიძლება მე ფინანსთა მდივანის გახდა, როცა უკვე ვაშინგტონი იყო პრეზიდენტი. და ჰამილტონის ჩამოყალიბებულია ეს კონსტიტუცია და 1-2 დამფუძნებელი მამის, რომლებიც მე ვიძახი ხოლმე და კიდევ გავიმეორებ, რომ აბსოლუტურად, ანუ პრინციპში კი ისწავლის გაკვეთილია ხა ამერიკელებმა, იქ ჰქონდათ მათ გამოსვლები როგორც ბრიტანეთიდან, თავიანთ სამშობლოდან, ხო, იქიდან იყო წამოსული ძირითადად, ხო? და ასევე იმ 100-200 წლის განმავლობაში ნაცხოვები რაც ჰქონდათ იმ ამერიკის კონტინენტზე, მაგრამ ამ ყველაფერს თავის მოყრა ჭირდებოდა. ანუ ბაზისი ჰქონდა. კი, ბაზისი ჰქონდა, მაგრამ თავისუფლება ჭირდებოდა. ხო, მოუყაროს თავი ვიღაცა. ამიტომ ესეთი ხალხი გამოჩნდა, ეს ფედერალისტები, რომლებმაც პრინციპში შექმნეს კონსტიტუცია და შემდგომში არ იყო მარტივი მაგ პროცესი. ალექსანდრე ჰამილტონი იყო ნიუ-იორკის დელეგატი კონსტიტუციურ კონვენტზე, სადაც ნიუ-იორკში სამი ხმის სხვაობით მოიგეს, ესე იგი, მისცეს ხმა კონსტიტუციას, მხარი დაუჭირეს კონსტიტუციას და ნიუ-იორკი რო წაეგოთ, ანუ ნიუ-იორკში რო მხარდაჭერა ვერ მიიღო ჰამილტონს, ფაქტობრივად განწილული იყო კონსტიტუციის პროექტი, იმიტომ რომ ნიუ-იორკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატი იყო მაგ დროსაც, ხო? ამიტომ მოკლედ ბერი მუშაობა მოუწიათ ფედერალისტებს და ეს ჰამილტონი, მედისონი, ჯონ ადამსი, რომელიც ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო თავისთავად ვაშინგტონი, წარმოადგენდნენ აი ამ ესე იგი ერთგვარ ბაზისებს. ნუ ახლა რა გააკეთეს ამ ადამიანებმა? მათ მოახერხეს რომ შექმნეს ძალაუფლების ბალანსის სისტემა. ხელისუფლების გადანაწილების ძალაუფლების ბალანსის სისტემა. ისე რომ არც ერთ როგორც სახელმწიფო ორგანოს და ასევე ხალხის მასებს ვერ შეძლებოდათ რევოლუციური პროცესების ისეთი გააქტიურება, რომ შემდგომში სახელმწიფო გადატრიალებებს და ხელისუფლების ძალადობის ცვლილებებს ქონდა ადგილი. საინტერესო ის მომენტია, რომ 1787 წელს მიღებული კონსტიტუციის იდეებზე დაყრდნობით შემდგომში მოხდა რევოლუცია საფრანგეთში. მაგრამ რევოლუციური იდეების გადმოტანა მცდელობა ჰქონდათ ყოველ შემთხვევაში ფრანგებს ამერიკაშიც, რათა დახმარებოდნენ მე ამერიკელები ფრანგებს ბრიტანელებთან ბრძოლაში. და ეს ამის ფილოსოფიური გააზრება ის იყო, რომ ორივე უარი თქვა მონარქზე, როგორც ფრანგებმა, ასე ამერიკელებმა, ხოლო ინგლისი მაშინდელი და დანარჩენი ევროპა მონარქიები იყო. თუმცა ჯორჯ ვაშინგტონის ჩართულობით უარი იქნა თქმული ფრანგული რევოლუციის იდეაზე, ანუ წესრიგის ესეთი სწრაფი ცვალებადობის იდეაზე და ისინი დარჩნენ
კონსტიტუციის ფარგლებში, რაც მათ მიიღეს. ანუ მათ უოლესკის რევოლუციური იდეები. სწორადაც მოიხსნა. კი ბატონო, ალბათ სწორად მოიხსნენ. ნუ ფაქტია, რომ 250 წელი გაძლო ამ იდეამ ისე, რომ ხელისუფლების არც ერთ არ ყოფილა ხელისუფლების ისეთი ძალდატანებითი ცვლა, ხო? ყველა შემთხვევაში ხდებოდა არჩევნების შედეგად. თუ ვარჩევთ სამოქალაქო ომის ძალიან ძიმე მომენტებს, ფაქტობრივად შეერთებულ შტატებს 18 საუკუნიდან ფაქტობრივად კი, ანუ ხელისუფლების თვალსაჩინო დაკავშირებული მომენტები, ის პრობლემა არ ქონია, რომ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, ხო? და თუ ვარჩევთ ერთი წლის წინანდელ კონგრესში შეჭრის მცდელობას, ეს ფანტასტიკური საგანი იყო ფაქტობრივად 200 წელს. ალბათ მოგვიანებით ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე აი რომ გამიხილოთ რომელი ისტორიული პირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ხო? ანუ ეს კონგრესი, რომელიც ხალხის მიერ იყო არჩეული, წარმოადგენდა საფრთხეს დაფუძნებელი მამებისთვის იმ კუთხით, რომ თუ კონგრესში წარმომადგენელთა გადამეტებული უფლებამოსილებას ექნებოდა ადგილი, ისინი ისარგებლებდნენ ამ ხალხის მღელვარებით და მოახდინებდნენ უზურპაციას დანარჩენი ორი შტოსი, როგორც არის პრეზიდენტი და სასამართლო. აქედან გამომდინარე, მათ დააწესეს სენატი, ანუ კონგრესშივე დააწესეს შემაკავებელი ორგანო სენატი, რომელიც აუცილებელი არის იმისთვის, სენატის თანხმობა აუცილებელი არის იმისთვის, რომ ქვედა პალატაში მიღებულმა კანონმა საბოლოო კანონის სახე მიიღოს. ანუ თუ თქვა სრული უმრავლესობით დაუჭერს ხარს ქვედა პალატა კანონს, თუ სენატში უმრავლესობა მაინც არ დაუჭირდა, აზრი არა. კი, აზრი არა. ანუ ორმაგი კონტროლია. კი ბატონო, ორმაგი კონტროლია, რომ არაფერი თქვა პრეზიდენტის ვეტოზე, რომელიც შეერთებულ შტატების შემთხვევაში ძალიან საკმაოდ მძაფრი და ესეთი ძლიერი მექანიზმია, რამდენადაც მხოლოდ 6-7% არის აქამდე დადებული ვეტოებისა დაძლეული კონგრესის მხრიდან. ეს პრეზიდენტის მაკონტროლებელი მექანიზმი და სასამართლომ თავისუფლად უნდა განიხილოს დავები თუ წარმოიშობა თქვა კონგრესსა და პრეზიდენტს შორის. ახლა როგორ ბალანსდება პრეზიდენტი? პრეზიდენტის დაახლოებით იგივე ფარგლებში ბალანსდება კონგრესის მხრიდან და სასამართლოს მხრიდან, ხოლო სასამართლოსგან ჯონ ადამსი ამბობდა, რომ ნაკლებია უზურპაციის მოლოდინი ხელისუფლების, აქედან გამომდინარე მის ანუ იმიტომ რომ არ ახსოვს ისტორიას ესეთი რაღაცა, რომ მოსამართლეებმა დაიწყო ხელისუფლების უზურპაციაო. ამიტომ მას რაღაცა განსაკუთრებული შემოკავებლების ნაცვლად ჭირდება ის ბერკეტი, რომ სხვებს შორის ესე იგი ძალაუფლება დააბალანსოს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ ესეთ სისტემას, რომელიც ცვალებადია არჩევნების გზით, რომელიც ასევე საარჩევნო კოლეგიის და საარჩევნო კოლეგია კიდე ისეთი თემაა, რომ მაგაზე ერთი გადაცემა საკე გჭირდება. ნუ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ეს რევოლუციური და გადატრიალების მომხრე იდეების უგულებელყოფამ და ამ სტაბილური სისტემის შენარჩუნებამ უზრუნველყო ამერიკის წარმატება. ნუ ეხლა მე ეკონომიკურმა რესურსებმა და ქვეყნის სიდიდემდე ტრანსკონტინენტურმა რკინიგზამ და ყველაფერმა თავისთავად ეხლა ეს ეკონომიკური ძლიერება გამოიწვია და მეორე მსოფლიო ომი პირველ და მეორე მსოფლიო ომმა კიდევ ხელი შეუწყო ამერიკის გაძლიერებას, იმიტომ რომ ევროპა ფაქტობრივად განადგურდა ხო ერთმანეთთან ბრძოლაში. აი ეს მომენტებია 20 საუკუნის ბოლოს ფაქტობრივად პირველი ინდუსტრიული ქვეყანა იყო და მანამდე საერთოდ არ ქონდა. ხო და აქამდე სწორედ ეს არის მომენტი, რომ აქამდე ხო უნდა მოეწია მე, ანუ ამერიკას ხო უნდა მოეწია აქამდე. და საქმეც ეგაა, რომ პირველ მსოფლიო ომამდე მაგალითად მოეწია წელში გამართულმა უკვე ყავს საზღვაო ფლოტი ძლიერი შეერთებულ შტატებს, ხო, აქვს სერიოზული ინსტიტუტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არის მდიდარი საკმაოდ ხოთა შორის. კერძო მესაკუთრეობა საერთოდ. რა თქმა უნდა. ამიტომ თავიდან ანუ კერძო საკუთრებას იმდენად დიდი მნიშვნელობა დღეს მემარცხენეების მხრიდან არის ძალიან ხშირი საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ აი გადასახადი fair share, ანუ თანაბარი წილი და ასე შემდეგ უნდა გადაიხადონ. მაშინ ჯერჯერობით ეს იდეები ესეთი აქტიური არ იყო, თუმცა არ ნიშნავს რომ საერთოდ არ იყო, რა თქმა უნდა იყო. 1%-ის ფარგლებში სადღაც, იმიტომ რომ ყავდათ ამერიკელებს სოციალისტი კანდიდატი 1998 წლის არჩევნებში, სადაც იგი ამბობდა, რომ მეო თუ მოვიგებო, ჩვენ თუ მოვიგებთ ამ არჩევნებსო, ყველაფერს წავართებ დიდრევსო. ეს არ იყო პრობლემა. ანუ ყავდათ ესეთი კანდიდატი, მაგრამ ნუ მილიონი ხმაც კი არ მიუღია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეხლა 9 მილიონი ხმა მიიღო სადღაც. აქედან გამომდინარე, ნუ ამერიკულ ოცნებას თუ გავხედავ, შეიძლება ხვალ ვიღაცა მილიონი გახდეს დღესო ღარიბია და რა თქმა უნდა გაითვალისწინეს ეს მომენტიც. რა თქმა უნდა. ხო და აქედან გამომდინარე, ხა ეს მომენტები იყო არ ნიშნავს რომ არ ყოფილა, მაგრამ გააშენ როგორ.
დღეს უკვე ძალიან აქტიურია და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ აი დემოკრატიული პარტიაში ძალიან გაძლიერებული პროგრესივისტული, იგივე ეს რადიკალი მემარცხენე ხედვები. ნახოთ როგორ გაგრძელდება, თუმცა ვისურვებდი, რომ დემოკრატიული პარტია არ გამختارიყო ამ იდეოლოგიის ტყვე და რაღაცნაირად. კეთახმე, მეც გამიკვირდა, ნუ ერთი მაგალითი რა იყო მინიმალური ხელფასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს უნდა გავზარდოს მინიმალური ხელფასი, ამით მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ. ფაქტობრივად ეს პოპულისტური იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში კონგრესს ჭირდება ბიუჯეტის დამტკიცება, ხო, თავისთავად, რომ გადაგაწილდეს შემდეგ ეს ფული, მთავრობა რო იფუნქციონიროს. და ერთ მომენტში ერთი თვის წინ დაახლოებით დემოკრატიულ პარტიას მოუწია ისრაელისთვის დასახმარებელი 1 მილიარდის ამოღება ბიუჯეტიდან. რადგან ალექსანდრია ოკასიო-კორტესის და სხვათა ანუ პროგრესივისტების ხმები მიიღოთ და მხარდაჭერთ მათ კანონისთვის. რადგან ისინი ეს არის ისრაელის აბსოლუტური მოწინააღმდეგეები ისრაელის და ისრაელის შეიარაღებს ასე ვთქვათ. რაც პრინციპში ამერიკის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს ისრაელის როგორც სტაბილური სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, ხო, ძალიან სერიოზულად აკადემია აქედან გამომდინარე, ან ეს უკვე 70 წლიანი ამერიკული გეოპოლიტიკური ინტერესის საწინააღმდეგოა, რაც ახლა ეს ხალხი აქ აკეთებს და როგორ პოლიტიკასაც იმუშავებს. ამიტომ საკმაოდ სახიფათოა და გასთვალისწინებელია. ბიუჯეტის დეფოლტიც რო დაუშვათ მივაყოლოთ ამ ყველაფერს, სამ დეკემბერს თუ არ გაზარდეს და ჭერი ფაქტიურად შეიძლება, მაგრამ პრინციპში ამას რო გადახვეთ ისტორია სულ ზდიან და 100%-ზე ზემოთ 127% როგორც მახსოვს კლიანტ შეპესთან, ხო? კი, ნამდვილად. ნუ ეს კეთილ თემაა, ძიმე თემაა. და ბიუჯეტს გაუსხაზე უბრალოდ ამემართულებითაც მოქალაქეებს რომ კონდეს. ნუ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამერიკა დაუშვათ ჩამოიქცევა ან მართლა დეფოლტს კი, მაგრამ არსებობს ფინანსური კრიზისების სერიოზული რისკი, რაც უკვე მოხდა. რა თქმა უნდა, მოხდა და შემდეგ ამას სხვადასხვა თუ ესე დამტკიცდა რაც 99% ისე არ იქნება, ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება როგორც საფონდო ბირჟებზე, ასევე დოლარის კრიზისი ფაქტიურად ფინანსური კრიზისი, რომლის გამოც ფაქტიურად კორონავირუსი განადიდეს, ახლა თავიდან კორონავირუსი საერთოდ პანდემიის სახე რაოდენობრივად თვითონ სტატისტიკურად ვერ შეიძლებოდა მინიჭებოდა და ნუ ეს მექანიზმი დაუშვათ სოფლიო გლობალიზაცია, საინფორმაციო ომის კუთხით ძალიან გამოიყენეს ფაქტიურად აწიეს თემა ძალიან მალე ახლა ეს თავისთავად. ეხლა რაც შეეხება შემდეგი აწილი რაც მაინტერესებს, ეხლა ჩვენ ფაქტიურად ამერიკის გრადობაზე ვისაუბრეთ და იმაზე თუ როგორ მოაღწია ამერიკამ. ნუ ეხლა დეტალებში რა თქმა უნდა ფორმატიც არ გვაძლევს დროის ფაქტორი და ვერ ჩავალ, მაგრამ ალბათ პირობას მაძლევთ რომ დაუშვათ მომავალში აუცილებლად გავივლით ამ თემას. იმიტომ რომ მოქალაქეებს აუცილებლად ჭირდებათ ბაზისი თუ როგორ ფუნქციონირებს და როგორ მუშაობს, რომ ვიღაცამ გარკვეული მანიპულაცია რა თქმა უნდა ინფორმაციულ ზემოწავა. ნუ ეხლა შემდეგი რა თქმა უნდა ჩვენ პრობლემის წინაშე მდგავართ 70 წელი სოციალიზმში ცხოვრობდით, აქტიურად თავიდან გვიწევს გააზრება ყველაფერს, იმიტომ რომ შევიცვალეს დაუშვათ სოფხედველობა, ბევრი რამე შეიცვალა ხა 70 წელი ხა დახურულო დაუშვათ სივრცეში, ცხოვრობდით ფაქტიურად ქორგის ქვეშ და ნუ ფაქტობრივად თავიდან ვაწყობთ ქვეყანას. 30 წელი ვწვალობთ, ნუ ეხა ეს გასაგებია რის გამო ვწვალობთ, ეხა ძალიან მიყვარს ხოლმე ხშირად ამის თქმა, იმიტომ რომ პრობლემაა ეს წითელი დირექტორების პრობლემაა, რომელიც დაუშვათ ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. რა შეიძლება დაუშვათ იქედან ჩვენ ავიღოთ დეცენტრალიზაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების ასევე თვითმმართველობის კუთხით, თუ გიფიქრიათ დაუშვათ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მე არა ვარ მომხრე რომ რაღაცა მექანიზმი სრულად ავიღოთ და გადმოვიღოთ, რა თქმა უნდა მექანიზმი დაბალ დონეზე შეიძლება აღება ამის მომხრე ვარ, იმიტომ რომ მთლიანი მექანიზმის რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ისტორია, ეროვნული ხასიათი, რა ვიცი, ჩვენი მენტალობა, სოფხედველობა, პოლიტიკური როგორც კულტურული გაგვაჩნია და შესაბამისად ვერ მოერგება ესეთნაირად, როგორც მაგალითად სხვა დარგებში ვაკეთებთ ხოლმე. ნუ ეს დეცენტრალიზაციის კუთხით რა შეგიძლიათ დაუშვათ თქვათ, რა შეგვიძლია ურჩიოთ? მე მაინც გონია რომ თავადაც დეცენტრალიზაციის მიმართულებით უნდა პრინციპში გათვალისწინებული იქნას, ხო?
ეს არის ქვედა დონეებზე დეპოლიტიზება აბსოლუტურად მართლობითი ორგანოების. ანუ ქვედა დონეებზე როგორც თვითმმართველობებს. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს წარმოდგენა, რომ საქართველოს ფედერალიზმი გადმოვიტანოთ და რაღაცა საერთო კოლეგიის უნდა დავაფუძნოთ და მსგავსი რამეები ეს ცოტა არ იყოს და ზედმეტად შორს წასვლა არის და ზედმეტად ორიენტირება არის ხო ამ იდეებზე, მაგრამ ის დეპოლიტიზების მომენტი, რაც 2 საუკუნის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა, კი ბატონო, ეს დემოკრატიული პარტიის წევრი გახლავთ, თქვათ რომელიღაც აი ალბათ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი მარტივად რო თქვათ, ახლა ჩვენთან სამწუხაროდ. როცა ყოველთვის ასე იყო, როცა ერთი პარტია მართავს ცენტრალურ ხელისუფლებას, თითქოს აუცილებელია, რომ იგივე პარტია მართავდეს, თქვათ, იმაში რა ქვია, გურის, რომელიღაც ერთ-ერთი ხო აი ეს რაღაც ესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას და იყოს მერი, ხო იქ. ხო და ესეთი რაღაცა ამის განცდა არ არსებობს დემოკრატიებში და შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით და რატო? თუ თქვათ დღეს და წინა წლებშიც და წინა საუკუნეებშიც არ არის საუბარი. დემოკრატიული პარტია არის, ესე იგი პარტიის წევრი არის პრეზიდენტი თეთრსახში და ასევე როგორც ქვედა პალატაში აქვს უმრავლესობა დემოკრატებს, ასევე ზედა პალატაში აქვს უმრავლესობა დღეის მდგომარეობით. ნახევარზე მეტი შტატები არიან რესპუბლიკელები. ადგილობრივ მმართველობაში, როგორც არის, რა ვიცი, ტექსასი, ფლორიდა, სამხრეთ კაროლაინა, ჯორჯიის პრინციპში გუბერნატორი. არის ბევრი შტატი, რომელშიც არის ეს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შტატი. და ჩვეულებრივ ესე თანაცხოვრობენ. მართალია ახლა დღესდღეობით პოლარიზაცია ძალიან გაზრდილია და უკვე აი სამწუხაროდ გადაძდით იმათაც ეს სერიოზულ დაპირისპირებაში ეს პარტიული ბრძოლები. თუმცა ბოლო პერიოდამდე, თქვათ, ვიდრე ეს კორონავირუსი მოცხელი შეუწყო ამ პოლარიზებას და ასე შემდეგ, ხო? ძალიან შეუძლებელი მომენტი იყო, რომ მაგალითად თუნდაც შტატი რო ავიღოთ, თუ შტატს ყავს, თქვათ, გუბერნატორი რესპუბლიკური პარტიის, თქვათ, ტექსასის შტატს, იმის კიდევ ოლქებს შეიძლება ყავდეს, თქვათ, დემოკრატიული პარტიის უმრავლესობა ადგილობრივ იმაში, რა ქვია, პატარა საკრებულოში. ანუ ეს არის შეუძლებელი თანაცხოვრების ფორმა და ამის გამო არის ადევნის. ხოლო ჩვენთან მსგავსება არის წარმოუდგენელი. და ეს რომ წარმოუდგენად მიგვაჩნია და პირიქით ეს არის მართლობის, მე ვფიქრობ, რომ მართლობის ძალთა გადანაწილების, ძალთა ბალანსის სერიოზული გამოხატულება, რამდენადაც ადგილობრივი დონეები იქნება ეს თუ ცენტრალური დონე ხელისუფლების, უნდა გქონდეთ განსხვავებული პარტიებს შესაძლებლობა რომ მართლობა განახორციელონ, რადგან მათ უფრო მეტი ყურადღება აქვთ ხალხის საჭიროებების მიმართ. აი წარმოვიდგინოთ ახლა რომ თქვათ რომელიმე სხვა პარტიის მერი ყავს, თქვათ, რა ვიცი, რომელი ქალაქია, აი თქვათ გორია, თქვათ, კი არ ვერჩი რომელიმეს, მაგრამ ანუ მომენტია მაგალითად დავდგას, უბრალოდ ვამბობ რა. კი ბატონო, მაგალითად. თუ თქვათ მას ოპოზიციის წარმომადგენლის მერი ეყოლება მაგალითად, იგი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული, რომ აი დანარჩენ ქვეყანაში არიან თქვათ სხვა პარტიის წარმომადგენლები და მე ხა მაგალითად თუ არ ვიმუშავე, ხო, მაგალითად თუ არ ვიმუშავე, კონკურენცია იზრდება. კი, გადამირჩევენ. ანუ კონკურენცია ძალიან იზრდება და ეს ხალხის საჭიროებებს აბსოლუტურად პასუხობს ესეთი რაღაცა და ეს ჩემი მოგონილი რა თქმა უნდა არ არის ეს საუკუნეების განმავლობაში ხდება სხვაგან და ამიტომ არის ეფექტური ადგილობრივი მმართველობა. ეხლა ამერიკაში ვკითხოთ ნებისმიერ ადამიანს, ხო, რომელი ხელისუფლება უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, დიდი ნაწილი გვეტყვის, რომ გუბერნატორი უფრო მეტ, ესე იგი, გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე და ადგილობრივი საკრებულოები, ვიდრე ცენტრალური კონგრესი და ვაშინგტონი. საერთოდაც ამერიკელები ფიქრობენ, რომ ვაშინგტონი ჩვენ საქმეში არ უნდა ერეოდეს. ანუ იგივე აი ეს კონსერვატიული შტატები, როგორიც არის, იგივე ტექსასი, ეს ფლორიდა, რაც ჩამოთვალე, ხო, წეგან. მათ მიაშენიათ, რომ ხელისუფლების საქმე არ არის მე ჩემი რა ფასად ვიყიდე და რა გადასახადს გადავიხდი, ხო? ამიტომ less government როცა არის, ანუ ნაკლებ მთავრობაზე საუბარი, ყოველთვის არის ხოლმე კრიტიკა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. აი ჩვენ შემთხვევაში რატომღაც გვინდა რომ მაინც და მაინც ცენტრალური ხელისუფლება ვინც არის მართლობაში იმის ის ყავდეს, რა ქვია, მართლობის ორგანოები ცენტრალური მართლობა ფაქტურად გადმონაშთი გვაქვს. ასე არის, დიახ, სამწუხაროდ ასე არის.
და სამწუხაროდ არც ხელისუფლების არც ერთი ეტაპზე არ ყოფილა ესეთი განსაკუთრებული მცდელობა ემისა, რომ დეცენტრალიზაციას ესე იგი ერთგვარად შეწყობოდა. აი მაგალითად ქუთაისში რომ ან გორში ან სადმე რომელიღაც ქალაქში სხვა გადასახადი იყოს, ვიდრე დაუშვათ მაგალითად ქუთაისში ან გორში განსხვავებული გადასახადი იყოს და ამას იღებდეს დაუშვათ ადგილობრივი. კი, ნუ ეს ფისკალური დამოკიდებულებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ იგივე რომ მოვიტანოთ ახლა დაშვება შეიძლება რომ მოვიტანოთ მაგალითად როგორ შეიძლება მივახციოთ რომ ეს პირველ რიგში პოლიტიკური ნების გამოხატულებაა, იმიტომ რომ როგორც ჩანს ქართული ხალხი ჯერ ამაზე ბევრი საუბარს არ აპირებს. ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ხალხში, რომ ეს არის ეს ჯობია და ეს არის ნაცადი მეთოდი. ჩვენ კი არ ვამბობთ რომ ჯობია, მარტო ნაცადი მეთოდია, გამოცდილება გვასწავლის ამას, რომ ეს ჯობია. და მეორე მხრივ პოლიტიკური ნება საჭირო, რომ ხელისუფლებამ, ვინც იქნება ცენტრში, მისცეს გარკვეული უფლებები დელეგირება გააკეთოს უფლებებს. მე გავიცან ხოლმე შორის საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიას 20-30 წლების და სამწუხაროდ აი რაღაც ხელშესახები, რომელიც თქვათ უშუალოდ მიიყვანს, კონკრეტული რაც მიიყვანს ეს რაღაცამდე, ხო? ვერ წავიკითხე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული თეორიული და ასე თქვათ ტკბილხმოვანება იყო ამ ტექსტებში წარმოდგენილი. ნუ ძალიან ცუდია. აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების ნება ამისთვის და სამწუხაროდ ეს პროცესია, რომელიც დღეს მოცემულობით უნდა იყოს ზემოდან, ასე რომ ვთქვათ. თორემ 10 წლების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ხალხი თავად მოიფიქრებს ამას. მაგრამ დღეს რომ უკეთესობა გქონდეს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზემოდან დაიწყოს პროცესი. პოლიტიკური ნება არსებობს. დიახ. ეთახვევით. კი ბატონო. ეხლა არ შეგვიძლია არ შევეხოთ ტრამპის. ტრამპმა განახორციელა გარკვეული პოლიტიკა, რომელიც ფაქტურად ამერიკაში ტრამპის მოსვლა აი ამ წესის ცოტათი გადახვევა, ხო? ხო, რაღაც ისეთი იყო, რომ ყველას გავუკვირდა, მეც სხვადასხვა არ მეგონა თუ მოვიდოდა. ნუ ეხლა ალბათ იმდენად კარგად არ ვიცნობ თვითონ საზოგადოებას და მათ ხედველობას, ალბათ ხედველობას და ამიტომაც რა თქმა უნდა ვიფიქრე ასე. პრინციპში ის მოვიდა ქვედა ფენიდან აქტიურად, ასევე შეიძლება პარალელი გავავლოთ თამარ მეფესთან, თამარ მეფეც ხო ქვედა ფენიდან მოვიდა, გლეხობიდან მოვიდა, საერთოდ კარავი გლეხობის ჰქონდა. ას და იქედან მოვიდა ფაქტიურად თამარიც. აი წერანო საუბრობთ მაგ კონსერტების ქვედა ფენებზე. აი იყო მაგ სწორად ბრძანებს ხა თქვენ რეალურად ამდენად. არა, ჩვენი ისეთი გადაცემა შეგვიძლია ესე ვისაუბროთ. ხო და აი ნუ ტრამპი მოვიდა ამერიკაში ფაქტიურად და მან განახორციელა თავისი იდეოლოგია, ნუ იდეოლოგია ეს შეიძლება პროტექციონისტული დაუშვათ, რომელიც იყო ამერიკისთვის, ასევე თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას გლობალიზაციასაც გარკვეული შეხება, ასევე დაიწყო ქვეყნის შიგნით ფაქტიურად შემოტანა იმ სიმძლავრეების, რაც გარეთ ჰქონდა. ნუ ეს ამდენად სწორი იყო ეკონომიკურად, რა თქმა უნდა, ამას მალე გავიგებთ, რა თქმა უნდა, ამერიკას დაეტყობა ძალიან მალე, მაგრამ თავარი იყო, რომ ცვლილება განახორციელა. და შემდეგ უკვე მეორე პრეზიდენტობაზე კეჭისხაძე ის ფაქტიურად მან იწვნია საზოგადოების თუ დაუშვათ რა მოხდა ამ მიმართულებით, როგორ შეაფასებთ ამ პოლიტიკას, მის პოლიტიკას გატარებულ პოლიტიკებს და ასევე როგორ შეაფასებთ თვითონ სიტუაციას, რაც საარჩევნო პერიოდში მოხდა და შესაბამისად ჯო ბაიდენის მოსვლა. ანუ ეს გარდამავალი პერიოდიც რა შეაფასოთ თქვენი გადასახედით. ხალხი შორის იმის გარდა რომ ეს თეორიულ ნაწილებში ხა ხო ანუ ვეცნობით ხო რა ხდება და როგორ ვითარდება სიტუაცია. გარდა ამისა ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ქართველ ემიგრანტებთან ამერიკაში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის ხალხები არიან ხოლმე, თუმცა თქმა უნდა არიან დემოკრატიული პარტიის ხალხებიც. და ეს მიუხედავად რომ დამარცხდა დონალდ ტრამპი არჩევნებში, მათ სჯერათ რომ თითქოს სათქმელი ითქვა და ეხლა უკვე ნახოთ როგორ გაგრძელდება. რატომღაც შეერთებულ შტატებში ტრამპამდე იყო მოძრაობები, ანუ ისე მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესი, რომ ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის, იგივე ეს სავაჭრო ურთიერთობები, იგივე ეს
მიგრაციას არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ხო? კედლის შემოჭრა. კი ბატონო, აი ყოველივე ეს მიიჩნეოდა როგორც ძალიან მარგინალიზებული თემებად, რომელიც წამოწევაც პოლიტიკური თვითკვლობის ტოლფასი იყო ხოლმე. არ ვიცი ეს რატო ხდებოდა. ნუ ერთ-ერთი ნაწილი არის ზომიერებაც, ანუ საერთოდ ყოველთვის ამერიკული არჩევნების კანდიდატები ყოველთვის ზომიერებიდან ნაკლებად ხისტები იყვნენ ხოლმე, თუნდაც იგივე საუბარში და ენაში, მარტივად რომ ვთქვათ, ხო? კომუნიკაციაში. ხოშოს ესეთი ნაშრომი გამოქვეყნდა საქართველოში ერთ-ერთი დოქტორმა გამოქვეყნა კომუნიკაციის როლი ტრამპის, ესე იგი, მასში საარჩევნო კამპანიაში. და ეს კომუნიკაციის როლი უშუალობა, ვერბალური სიახლოვე ამორჩეულთან თავიანთ ენაზე ლაპარაკი, ხო? ძალიან სერიოზული, ესე იგი, სასარგებლო მომენტი აღმოჩნდა მისი საარჩევნო წარმატებისთვის. ეხლა ჩვენ რო შევეხოთ რა შეცვალა, ხო? კონდოლიზე რაის, რომელიც ცნობილი არის ჩვენთვის განსაკუთრებით აგვისტოს ომიდან გამომდინარე, ხო, მაშინ სახელმწიფო მდივანი იყო. იგი არის დღეს ჰუველის ინსტიტუტის ხელმძღვანელი სტენფორდის უნივერსიტეტში და ნუ ინტელექტუალია ეს ადამიანი, მხოლოდ პოლიტიკოსი არ ყოფილა. და ეს რაღაც ეძახის აპოკალიფსის 4 მხედარი არსებობსო რა, ჩვენთვის, ანუ დღეისთვისო, რა ის უნდა გვეშინოდესო. ესენი არისო, პროტექციონიზმიო, პოპულიზმი, იზოლაციონიზმი და აი ნატივიზმს რო ეძახიან საკუთარი ერის განსაკუთრებულობის შეგრძნება ერთგვარად. აი ეს მომენტი და უნდა აღინიშნოს რომ ტრამპის პოლიტიკაში ამ 4-დან 2-ს უშუალოდ ჰქონდა ადგილი, რაც იყო პროტექციონიზმი და პოპულიზმი. ხოლო აი ნატივიზმის ერთგვარ თავისებურებებს როგორც იყო მაგალითად აი ეს უკანონოდ შემოსული ემიგრანტები, ჩვენ ამერიკელები, ეს ხო გასაგებია, ანუ აი ეს ერთგვარი შემადგენელი ნაწილი იყო მისი კამპანიის. ანუ წარმოვიდგინეთ ხა კონდოლიზა რაისი არის რესპუბლიკური პარტიის წევრი, მთელი თავის ცხოვრება, ხო? და თვითონ რესპუბლიკურ პარტიაშიც კი ეს იდეები, რაც ტრამპმა წამოწია, ძალიან მიუღებელი იყო. აი მაგალითად, ხოშორის უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ეს თლად პირველი არ ყოფილა. მინდა გავახსენო სვენელს ჯონ მაკკეინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი 8 წელს, რომელიც როცა მან ობამას წინააღმდეგ იყარა კენჭი, სარა პელინი. ხო. თუ გახსოვთ, სარა პელინი იყო ალიასკას გუბერნატორი, რომელიც, ნუ, ისეთი პოპულიზმით გამოირჩეოდა, რომ სრულიად შეზარა მაგდროისთვის, ესე იგი, ამერიკა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მას დაუდასტურეს, რომ იგი წარმოდგენა არ ჰქონდა საგარეო პოლიტიკის. ამ სარაპალის ერაყს ვერ პოულობდა რუკაზე. ხო და ხა წარმოდგენით ერაყს რუკაზე, ანუ ამაზე ფილმის გადაიღეს შემდგომში საინტერესო ფილმი ხოდაშორის სარაპელინზე. რომ ანუ მართლა ვერ იპოვა ეს ერაყი და უწევდათ მე რესპუბლიკური პარტიის პოლსტერები ვინც არიან საზოგადოებრივ აზრზე მომუშავეებს, რომ ესწავლებინათ ამ ქალისთვის, ესე იგი, ამ ქალბატონისთვის, ვიდრე არჩევნები დებატები მოვიდა და უშუალოდ აი ეს ელემენტარული საკითხია მოძიება. ხო წარმოგიდგენიათ. და აი ამ მომენტმა ძალიან ხელი შეუშალა სარა პელინს. თუმცა ამერიკელების ნაწილისთვის მისი ხედვები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. 2012 წელს დონალდ ტრამპი აფინანსებდა მით რომნის კამპანიას, რომელმაც ასევე წააგო ბარაკ ობამასთან. ხოლო 2016 წელს იგი უშუალოდ ჩაერთო როგორც კანდიდატი, ხო? და მართლაც ანუ ერთგვარი სხვანაირი მიდგომა არის უკვე დღეს შეერთებულებში პოლიტიკასთან დაკავშირებით და უფრო თამამია კონსერვატიული პოლიტიკა. ანუ კონსერვატიული პოლიტიკას აღარ ცხვენია, რომ იგივე ისაუბროს ნაციონალიზმზე, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ერების ფორმირების, იგივე ამერიკის შეერთებულების ფორმირების და ჩამოყალიბების და ამერიკული ძლიერების თანამედროვე მოღწევის, ხო? და ნაციონალიზმი რაღაც სალანძღავს თქვა იქცევა დღეს ხოლმე მემარცხენე ელიტების მხრიდანაც ძალიან უცნაური არ არის, მაგრამ ნუ არც ე კარგია, ასე რომ ვთქვათ. და ეს საზოგადოებების შინაგან დაპირისპირება ძალიან უწყობს ხელს, როცა ეს დეზინტეგრაცია ერთგვარად ხორციელდება. და აი ამ ყველაფერზეც იგივე აი დროშის მაგალითი რო ავიღოთ, ხო? ანუ დროშის და ჰიმნის მაგალითი. ანუ წარმოვიდგინეთ, გაჩნდა ინტელექტუალური ელიტა, ასევე სტუდენტები უნივერსიტეტის და ძალიან ბევრი,
რომელიც ელემენტარულად ამერიკის დროშას თან ეს აღარ არის 80-იანი წელი, როდესაც ვიღაცა გაბრაზდებოდა დაწავდა დროშას. და მე ესაც სამართლოში მიდიოდა ხოლმე საქმეები. ეს მასობრივი ხასიათი აქვს, რომ დროშას და ჰიმნის წინააღმდეგ რაღაც ანუ ერთგვარად ხდება ამერიკის როგორც ერის მხრიდან ერის მიმართ გაუცხოება თვითონ შიგნით ამერიკულ საზოგადოებაში. აი ამის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ტრამპმა მოკლედ განწყობები იმ ხალხისა, რომლებიც ყველაფერი ამ სიტუაციის მოწინააღმდეგეები არიან და მიიჩნევენ, რომ ის ბრიტანული მემკვიდრეობა იქნება თუ როგორც ბრიტანული რესპუბლიკას მემკვიდრეობა იქნება თუ კანონის უზენაესობის თემა იქნება თუ ამერიკული ერის ფორმირების თემა ხო, რომელიც მე-19-20 საუკუნეში ფორმირდა ჩამოყალიბდა, ხა არავინ არ თქვას, რომ ამერიკა ერი არ არის, ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ამერიკა ერი არ არის. და აი ამ ეროვნული შეგრძნებისგან ერთგვარი გადახვევა ხო რომელიც ხალხმა იგრძნო, კარგად გამოიყენა შემდეგ ტრამპმა და უფრო უშუალო არის მოკლედ აი ამ ხალხის ხალხთა კომუნიკაციის დროს ამაზე საუბარი. ნუ შეიცვალა ის რომ ყოველივე ეს უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას ამ ყოველდღიურ საუბარი და სულ შეიცვალა ის რომ რაც აქამდე იმალებოდა silent majority რაც არის ჩუმი უმრავლესობის თემა ხო? უკვე ჩუმი აღარაა მაინც და მაინც. და ტრამპის როლი სწორედ ეს იყო პრინციპში ეს გასე გამოჩნდა. რაღაცა გამოღვიძება თვითონ შინაგანი დიდი საერთოდ ქონდა ადგილი. და ასევე მნიშვნელოვანი არის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა ძალიან ბევრი რამე ტრამპის დროს როგორც ეკონომიკური ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რადიკალურად შეცვალა. როგორც არის ეროვნული უშუალო სამართლების ესე იგი რეფორმირება და თავარ მტრად ჩინეთის აღიარება. ჩვენ რომ ჩაგვეტარებინა კვლევა თქვა 2015-14 წლებში თუ რამდენი პროცენტი მიიჩნევს ჩინეთს როგორც თავარ გეოპოლიტიკურ მტერს შეერთებულ შტატებისთვის. ნუ არ ვიცი, ნახევარი არ იტყოდა. დარწმუნებული ვარ და არის ამაზე კვლევები, რომ ნახევარი არ ამბობს. 40 ეგრეთ ახლავს 40% პარაგრაფში. დღეს მდგომარეობის იქნება სოციალურ მედიაში კვლევა თუ უშუალო საველე კვლევები, ხო? 70% ფარგლებში ჩინეთს განიხილავენ როგორც თავარ გეოპოლიტიკურ მტრად. აქედან გამომდინარე ხედვა გეოპოლიტიკური ამოცანების შესახებ შეიცვალა აბსოლუტურად. ამიტომ იგივე გადაიხედა ბევრი უსაფრთხოების მიმართულება ეს კლიმატის აკორდების კლიმატის მიდგომა, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან მიდგომა, ხო? ისრაელის განსაკუთრებული მხარდაჭერა და აღიარება. მოკლედ ძალიან ბევრი ესეთი ქმედითი ნაბიჯი იქნა გადადგმული, რაც კონსერვატიული საგარეო პოლიტიკის ამოცანებში აბსოლუტურად ჯდება. ნუ ამბობენ რუსეთის წინააღმდეგ ტრამპს არ ქონდაო სიხისტეო და რბილი იყო, აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები. თუმცა ის უნდა აღინიშნოს ნამდვილად, რომ აი საქართველოს მიმართ რაღაცა განსაკუთრებული როგორც ბუშის დროს იყო მაგათ ჩამოსვლა და ასე შემდეგ არ ყოფილა, მაგრამ იყო მაიკ პენსის ჩამოსვლა, იყო მაიკ პომპეოს ჩამოსვლა, ეს არ არის ხო? მარტივი ამბავია, სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი საერთოდ არ არის, ესე იგი, უმნიშვნელო ფიგურა პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და ის რომ თქვა საქართველოს დაივიწყა ამის პერიოდში, მე არ მგონია, როცა ათობით წერილი გამოხდა ჯერ მარტო სენატორების მხრიდან, რესპუბლიკელი სენატორების მხრიდან, უშუალო ვიზიტები იყო ამ ადამიანების მხრიდან და რუსეთის სანქციება უპრეცედენტო მასშტაბებით. იგივე უკრაინის საკითხზე და იმ ქვეყნების სანქცირება, რომლებიც აღიარებენ ჩრდილოეთ ნაკადიორთან დაკავშირებითაც ასევე დიახ და იმ ქვეყნების სანქცირება, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების თეანობის დარღვევას, რა თქმა უნდა. ახალგაზრდა ცხენების აღიარებლები, ვინც არის სოფლის მასშტაბით, საკუთარ რუსეთის გავლენით, ხო? აი ამ ქვეყნებს დაადო მაგ სანქცია, დღემდე სანქცია ადებს და როგორც მახსოვს ერთ-ერთი მომენტი იყო ამერეთი 2 თვის წინ, რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი არ შეუშვეს ამერიკაში, რადგანაც იგი აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფო ცხინვალს და აფხაზეთს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის არც ისე მარტივი საკითხები. ნუ იგივე უშიშროების მომენტი, როცა ჯაველინების გადმოცემა მოხდა, ხო? იარაღის გადმოცემა, იქ ძალიან ბევრი წვთნა მიმდინარეობდა და დღემდე მიმდინარეობს, ხო? ამას მეორე მხარეც აქვს, ხო? მე და ყოველთვის ორი მხარე აქვს. ჩვენ რამდენად ვიყავით ჩვენ რამდენად გვაინტერესებდა ამერიკა, ჩვენს ესე იგი მართლ წრეებს რამდენად უნდათ სიახლოვე ამერიკასთან, ხო?
აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მე არაერთხელ დავუშვათ მithქვია პირდაპირ ეთერში დამწერე კიდევაც რომ პრინციპში რასაც ამერიკა გვეხმარება ჩვენ ხო რაღაც 4 მილიარდზე მეტი 4.3 მილიონზე მეტია გადმოცემული და ის მწვანე შუქი რის გამოც ჩვენ შეგვიძლია ძალიან იაფი კრედიტები ავიღოთ ხო და შესაბამისად ამით გამოვითოვოთ ქვეყანა ხო ანუ ფაქტიურად ფინანსურ წრეებში მწვანე შუქი ვაკანტები ამის არ გამოყენება და ვერ გამოყენება ფაქტიურად არ ვიცი შეიძლება ვთქვათ რომ დანაშაულიც კი არის იმიტომ რომ მოსახლეობა ფაქტიურად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის და აი ამ მარტო ამ დახმარების შესაძლებელია ქვეყნის ძალიან მაგარი განვითარება უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ასევე თქვენი აზრი მაინტერესებს სამი ფორმატთან დაკავშირებით ხა ეს იცით ჩვენ მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ტრიალებს ჩვენს ტელევიზიებში რუსეთი, ირანი, თურქეთი, ნუ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ნუ ფაქტიურად პირველი სამი ეს არადემოკრატიული ქვეყნები არის, ნუ ეხლა ჩვენც და სხვაებიც ნუ შედარებით უფრო დემოკრატიულები ვართ, თორემ მაგით ვერ დავიკვირდით ეხლა ჩვენ და შემდეგ, მაგრამ ნუ ამითი დავუშვათ ხომ არ ხდება ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით დავუშვათ, ანუ გვერდის აქცევა ხდება საქართველოს მხრიდან, თუ დავუშვათ ამაში მივიღეთ მონაწილეობა, ამაზე მაქვს საუბარი და ასევე ნუ ირანის პოლიტიკის შემოტანა ჩვენთან, ნუ კავკასიაზე მაქვს საუბარი და რუსეთის ფაქტიურად რუსეთის წინაშე მარტო დარჩენა ფაქტიურად საერთოდ ძალიან ის ხომ ის გაზება თუ როგორ რაზე შეიძლება შეთანხმდეს ეს სამი ქვეყანა როგორც არის რუსეთი, თურქეთი და ირანი და განსაკუთრებით თუ ამას ენატება აზერბაიჯანი, სომხეთი და ნუ საქართველოს შედარებით ნაკლებად თუ რუსეთს არ ჩავთვლით დანარჩენთან ნორმალური ურთიერთობით არის ხო? აქედან გამომდინარე ამ ჩვენ როგორ უნდა შევეთანხმდეთ რუსეთთან ამ საერთოდ აი ეგ კიდე ხო მეორე თემა. ამიტომ ძალიან დიდი ეჭვით ვუყურებ მე პირადად ამ 3+3 ფორმატს. თუმცა ეს რომ არის დომინანტი სახელმწიფოების გავლენების განაწილების მცდელობა ჩვენზე როგორც პატარა ქვეყნებზე, ეხლა მეგონი ამას პრობლემა აჭირდება და ალბათ პარტიის ბავშვიც პოლიტიკური კორექტულობის წელში ამის განხილვა და თავის არიდება და დაბრუნავება თავის მეგონი აჭირდება. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეს ასე გახლავთ ამერიკის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ალიანსში შესვლა, რომელიც ჯერ არ ვიცით რა ალიანსია. იქ საქართველოს საქმეთა მინისტრმა როგორც განაცხადა, რაღაც ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ერთად, ასე ვთქვათ. მაგრამ იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხების გავლენით კეთდება კონკრეტულ ქვეყანაში, ძალიან დიდ ფინანსური რესურსების მოზიდვის საკითხია და საიდან მოდის ეს ფინანსური რესურსი, მე დიდ გავლენას ახდენს უშუალოდ ქვეყნის შიგნით, როგორ განაწილდება. აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატების გადმოსახედიდან საქართველოს ცდელობა ელემენტარულად, რომ ესე იგი გახდეს ამ ფორმატის წევრი, ჩვენს წარმოადგენს absoliutul კატასტროფას. იმის მიუხედავად რაღაც რეგიონალიზაციის წრეში შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს და რო დავანებოთ თავის შეერთებულ შტატებს, ახლა ჩვენ ვერ გავხდებით იმ ქვეყნის ესე იგი ალიანსის ნაწილი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული. 22% ჩვენი ტერიტორიისას მიტაცებული. მოგეთ უღონს მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შევხვდით მომავალში აუცილებლად გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ამერიკის თემა უწურავია. სხვა სამიმართულებით მრავალ წახნაგა არის. მოკლედ გიორგი ლაბაძე, ამერიკელ მცოდნე, გადაცემის სტუმარი, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.